Გმადლობთ რატი ეს იყო პირდაპირ ჩართვა ფასანაურიდან და რატი ხვისტანი, რომელიც სტიქიის ზონაში არსებული ვითარების შესახებ საუბრობდა. კათოლიკოს პატრიარქის ახალი გზავნილების შობის დღესასწაულის დადგომამდე მრავლმა ტრადიციულად ილია მეორის საშობაო ეპისტოლე მოისმინა. ამჯერად უწმიდესისა და უნეტარესის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში ბოლო დროს გახშირებული ოჯახური ძალადობის და ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობის საკითხები მოექცა. მიმართვაში პატრიარქი ვრცლად საუბრობს ოჯახში მამაკაცისა და ქალის დანიშნულებაზე და იმ გზებზე, რითაც ძალადობრივი ფაქტების თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ეპისტოლეს ერთი ნაწილი თვითმკვლელობებსა და აბორტს ეხება, რომლებსაც კათოლიკოს პატრიარქი მკაცრად გმობს და მათ გარშემო დისკუსიების დაწყების მომხრეა. პრემიერის მხრიდან ეპისტოლეს სწორედ ამ ნაწილის შეფასების შემდეგ უფლებადამცველთა ერთ ნაწილს მთავრობის მეთაურის მიმართ შეკითხვები აქვს. პატრიარქის ეპისტოლეს და შეფასებებს ახლა გიორგი ფუტკარაძე გაგვაცნობს. გიორგი, გისმენთ. Თამთა პატრიარქის ეპისტოლე, რომელიც ძირითადად საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს ეხება და ამჯერად იყო მთლიანად სოციალურ თემატიკაზე ორიენტირებული, საკმაოდ არაერთგვაროვანი გამოხმაურებების მიზეზი გახდა. განსაკუთრებით იყო ორი ასპექტი აღსანიშნავი: ქალისა და მამაკაცის როლი და ასევე აბორტები. ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისაგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთათვის დაიცვას ცოლი და შვილები. ვის რა დანიშნულება აქვს ოჯახში, როგორია მამაკაცისა და ქალის როლი, რამდენად მომზადებული არიან ახალგაზრდები ქორწინებისთვის. პატრიარქის ეპისტოლეს მთავარი აქცენტები წელს ოჯახს დაეთმო. პატრიარქმა ისაუბრა განქორწინების მიზეზებზე და ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად დაასახელა ის ფაქტი, რომ ცოლ-ქმარი თანაცხოვრების დროს ვერ აცნობიერებს იმ პასუხისმგებლობებს, რაც მათ აკისრიათ. ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს. კონსტიტუცია ზუსტად მე და ყველა ქალს გვანიჭებს თანასწორობას. არ შეიძლება ამ თანასწორობის საკითხზე რაიმე ეჭვი გაჩნდეს ან ვინმეს არჩევანი იყოს. არასამთავრობო სექტორი კრიტიკულად აფასებს პატრიარქის მიერ ქალისა და მამაკაცის როლების განსაზღვრას. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ დადებითია, როდესაც პატრიარქი საუბრობს ქალის საზოგადოებრივ აქტიურობაზე, თუმცა არ იზიარებენ ეპისტოლეს მთავარ პათოსს. ქალთა მეორე ხარისხოვანი როლი ოჯახში ქალთა უფლებების დამცველებისთვის არის მიუღებელი. პატრიარქი დღეს უკვე საუბრობს ქალის სოციალურ აქტივობაზე, როგორც მნიშვნელოვან როლზე და აღარ ეძახის ქალის შრომას, გართობას. ეს ჩემი აზრით უკვე არის წინგადადგმული და პოზიტიური ნაბიჯი. აგრესია, სიცრუე და გულგრილობა პატრიარქის საზოგადოებაში მომეტებულ ძალადობაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ აგრესია განსაკუთრებით მამაკაცებში ჭარბობს, რაც ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება. ილია მეორე ფიქრობს, რომ მდგომარეობის ნაწილობრივ გამოსწორებას სამუშაო ადგილების შექმნა შეუძლია, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც ეთანხმებიან. მათ საკუთარი არგუმენტები აქვთ, მესამე სექტორს კი კიდევ უფრო განსხვავებული მოსაზრებები. მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურობის გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების ასე თუ ისე ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას. დიალოგია საჭირო იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც არსებობს დღეს. საჭიროა, რა თქმა უნდა, ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. ეს არის მთავარი საკითხი, რომელიც ნებისმიერი მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა. სახელმწიფომ უნდა აკეთოს მეტი ხელი შეუწყოს დასაქმებას, რაც ჯერჯერობით სამწუხაროდ საქართველოში არ არის და ეპისტოლეში ეს სწორად იქნა აღნიშნული. ქართული რეალობა და იმ кейსების შესწავლა, რომელიც 2014 წელს მოხდა, გვიჩვენებს, რომ არ არის აუცილებლად არსებობდეს კავშირი სოციალურ შეჭიროებასა და ოჯახში ძალადობას შორის. ეპისტოლეში ნათქვამია, რომ გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა, თუმცა არ იმართება დისკუსიები თვითმკვლელობასა და აბორტზე. პატრიარქი საჭიროდ მიიჩნევს თემის გააქტიურებას. აბორტთან დაკავშირებით პოზიცია მთავრობის წევრებმა და პრემიერ-მინისტრმაც დააფიქსირა. საკუთარი მოსაზრებებით გამოდიან მედიკოსები, რომლებიც სტატისტიკას იშველიებენ. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები. არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. პირადად მე ვარ წინააღმდეგი აბორტის, იმაჩნია, რომ მით უმეტეს თუ რაღაც განსაკუთრებული აუცილებლობა არ არის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, იმაჩნია, რომ აბორტი არ უნდა გააკეთოს არც ერთმა მოსიყორებმა ოჯახმა. მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს აბორტი და მხოლოდ უკიდურეს
ვითარება შეიძლება იყოს. ხელოვნური აბორტები აიგზალა 1936 წელს. მიუხედავად აი ესეთი ტოტალიტარული სიტუაციისა, შეიძლება ითქვას, წალეკა ქვეყანა ამ კრიმინალური აბორტების აი საოცრად გაზრდილმა რაოდენობამ, აქედან გამომდინარე დაღუპული დედები, დაინვალიდებული ქალები. პატრიარქის ეპისტოლეში ყურადღება გამახვილდა თვითმკვლელობების შემთხვევებსა და სოციალურ ვითარებაზეც. ილია მეორე ეპისტოლეთი მრევლს წელიწადში ორჯერ შობას და აღდგომას მიმართავს და ყურადღებას საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებზე ამახვილებს. ოჯახური ძალადობა და ქალთა მკვლელობები მთელი გასული წლის განმავლობაში იყო მთავარი განხილვის თემა, საგულისხმოა ის საგანგაშო სტატისტიკაც, რომელიც არსებობს გასულ წელს ორჯერ მეტი ქალი მოკლეს ვიდრე 2013 წელს. პატრიარქის საშობო ეპისტოლეს შესახებ გიორგი ფუტკარაძე საუბრობდა.